მე მინდა გთხოვოთ, რომ ამ ვიდეოს მოусმინოს ყველამ, ვისაც ყავს შვილი, ან აპირებს, რომ ყავდეს შვილი და გახდეს მშობელი. ყველას უყვარს საკუთარი შვილი. ყველა აღმერთებს მას და ყველას თუ არა უმრავლესობას მაინც და სურს, რომ მისი შვილი იყოს ძალიან წარმატებული და იყოს კარგად. მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. და მშობელი, განსაკუთრებით კი დედა, ყველაზე დიდ მტრად ვექცევით ხოლმე ჩვენ შვილებს, გაუთვითცნობიერებლად. რაში გამოიხატება ეს? პირველ რიგში ეს არის ის შეცდომა, რომ სიტყვაზე მე ნათიას მქონდა რაღაც სურვილები, ოცნებები, მინდოდა რომ რაღაცები გამომსვლოდა ცხოვრებაში და განიცადე ფიასკო. მინდოდა ყოფილიყავი მაგალითად უმღერალი, არ გამომივიდა, არ მატარეს სიმღერაზე, მატარეს ბოქსზე. ვიღაცას უნდოდა რომ გამოსულიყო ინჟინერი და უთხრეს რომ არა ეკონომისტი უნდა გახდე, ეს უფრო წარმატებული იქნება. ვიღაცა სპორტი უნდოდა და მაინდა-მაინც ცეკვაზე ატარეს. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ადამიანები ეგოისტურად თვლიან, რომ შვილი, ხოდაშორის არა მარტო შვილი, ეს განსაკუთრებით მეუღლეებს შეეხება, მაგრამ ახლა ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ, არის მათი საკუთრება. მე თვითონ მყავს ახლა პატარა თვეების შვილი და ვარ სხვადასხვა დედების ჯგუფში და ძალიან ხშირად ვხვდება, ძალიან საშინლად. შვილი ჩემია და როგორც მინდა, ისე და გრძელდება. გავზრდი, ვაჭმევ, ჩავაცმევ, ვუყიდი, ვასწავლი და ასე შემდეგ. ბავშვი ჩემია, შვილი ჩემია და რასაც მინდა და ესე გრძელდება 3 წერტილი. ეს არის პირველი, ყველაზე მძიმე და ტრაგიკული შეცდომა ჩვენ შვილში. ნახეთ რა ხდება. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი, როდესაც იბადება, ეს არის რაღაცა სუფთა ფურცელი. და აი ამ სუფთა ფურცელზე პირველ რიგში დედა, მეორე რიგში მამამ, თუმცა ძალიან არ განსხვავდება ეს პირველი და მეორე რიგი, თითქმის ერთ სიბრტყეზეა, ამ თეთრ ფურცელზე წერენ მის მომავალს. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი არის ახალი ნაყიდი კომპიუტერი და მშობლები როგორც დისკებს ისე წერენ მასზე პროგრამებს. ან შეგიძლიათ თქვენ თვითონ წარმოიდგინოთ მსგავსი რამ და გააგრძელოთ ისტორია. და ყველა მოსაზრება, ბავშვი შეყურებს მშობლებს. პირველი სამყარო შეცდომა ის არის დედა და მამა. შეყურებს მშობლებს და იღებს ჯერ ესერთი როგორც კალკა ისე მათ თვისებებს, მათ შეგრძნებებს, მათ წესებს, მათ დამოკიდებულებებს და მეორე რიგში ეს არის, რას ვეუბნებით მას. საითკენ ვუბიძგებთ. და ისე ვუბრუნდები იმას, რაც თქვი და საიდანაც დავიწყე, რომ როდესაც მშობელი არის არარეალიზებული, ის საკუთრებად მიიჩნევს ბავშვს და ძალიან ბევრზე მაქვს და არა ყველაზე ჩემო ძვირფასებო ლაპარაკი და არ განასხვავებს, რომ მე ვარ სხვა პიროვნება და ჩემი შვილი არის აბსოლუტურად სხვა პიროვნება. მე თუ მინდოდა სიმღერა, მას შეიძლება უნდოდეს ცეკვა, ან სპორტი, ან არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. და მშობელი თავის არარეალიზებულ, ასე ვთქვათ, ოცნებების ახდენის პროექტად აქცევს ხოლმე თავის შვილს. ვიდეოს ნახვის შემდეგ ძალიან გთხოვთ, დამიწეროთ რამდენ თქვენგანს გინდოდათ სხვა რამ და რამდენი
თქვენგანი ატარეს სხვა რამეზე. რამდენ თქვენგანს გინდოდათ სხვა პროფესია და გიბიძგეს სხვა პროფესიისკენ. როგორ უნდა მივხვდეთ ეს მისია თუ არ არის მისი? ძალიან მარტივად, უფასოდ, არა ასტროლოგთან კონსულტაციით, არა ბედის მატრიცის წამკითხველთან კონსულტაციით, თუმცა ამაზე ვიფსაუბრებთ ჩვენ ბოლოს. არა აქვს ადამიანს ფინანსები, არ უნდა, არ აინტერესებს, მაგრამ უნდა რომ იყავდეს შვილი ბედნიერი, როგორ უნდა მივხვდეთ ის? აი, ძალიან მარტივია. ჩახედეთ პატარა ბავშვის თვალებში. ბავშვებს უბრწყინავთ თვალები, უელავთ თვალები ბედნიერებისგან. ბავშვები მოსულებიან ამ სამყაროში და ესეთი თვალებით იყურებიან, რომ რა შეიმეცნონ, რა გაიგონ, რა შეისრუტონ, ხო? აი, ძალიან ადვილია. კითხეთ რა მოსწონს მას. ან თუ ასე ვერ აზროვნებს, ჯერ ესეთი პატარაა და ვერ გეტყვით, მიიყვანეთ, ყველაფერზე მიიყვანეთ და ჩახედეთ ამ ბავშვის თვალებში და ნახავთ უბრწყინავს თვალები ამ ბავშვს იქ, სადაც არის, თუ არა მოღშულია, იზარება არ უნდა. თქვენი ბავშვების თვალებიდან დაინახეთ სამყარო. და არა ის, რაც თქვენ გიდოდათ, ეს თქვენ ხართ, დაიმახსოვრეთ, მე ნათია ვარ ცალკე პიროვნება და ჩემი შვილები ელენე და ივანა არიან აბსოლუტურად სხვა პიროვნებები და ცალკე პიროვნებები. ეს არის პირველი ნაბიჯი, პირველი უმთავრესი ნაბიჯი, რომ მშობელმა გაიგოს საითკენ აქვს შვილს მისწრაფება. ნიჭი აქვს ყველას. არ დაიჯეროთ, რომ ვინმე არის ნიჭიერი, ვინმე არის უნიჭო, მეცინება ხოლმე ამაზე. უბრალოდ, ნახეთ, ნიჭები არის სხვადასხვანაირი. თუ ბავშვი მაგალითად მღერის ან ცეკვავს, ხო? ეს ჩანს, იმიტომ რომ ისეთია, ხო, იმღერებს, იცეკვებს და ღმერთო რა ნიჭიერია. მაგრამ ამ ბავშვს თუ აქვს მაგალითად დაგეგმარების ნიჭი, ეს ცოტა გვიან გამოვლინდება. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ უნიჭოა, ხო? მათემატიკის ნიჭი თუ აქვს, ცოტა შემდეგ ასაკში გამოვლინდება, ხო? ესე შეიძლება 4 წლიდან გამოვლინდეს. ეს მანამდე არა, მაგრამ ის სიმღერა და ცეკვე შეიძლება უკვე ფეხზე რომ დადგება და ისა, თქვა რომ 1 წლინახევრიდან უკვე ღმერთო რა ნიჭიერია, რა სუფთად იღებს, გერებს და როგორ ცეკვავს, როგორი ელასტიურია. ყველა ასაკს აქვს, ყველა ნიჭს აქვს თავისი გამოვლინების ეტაპებით შემოკარგება. მაგრამ დაიჯერეთ, რომ უნიჭო ადამიანი, ურესურსო ადამიანი და უმისიო ადამიანი არ იბადება ამ სამყაროში. ამისით ჯეროდეთ და გწამდეთ. მეორე მნიშვნელოვანი, რაც მინდა გითხრათ, დამოკიდებულებები. ერთი გაიაზრეთ, გაითავისეთ, რა მოსწონს მას. ხო, ერთ რამეს ნოიფიქრებთ, რომ მაგალითად, ჩემ დროს იყო ეს და მე პედაგოგად მუშაობდი სკოლაში და 2 პედაგოგის საუბარ შევასწარი და მინდა რომ ეს საუბარი მოგიყვეთ. ერთი ამბობს, რომ ძმისშვილზე თუ დისშვილზე ალაპარაკი, რომ აი ჩამოვიდაო და გაგიჟებულები არიან მისი მშობლებიო და რატო ესეც ძალიან შეწუხებული დგას ეს პედაგოგი. აიო, ფილოსოფოსობა უნდაო, ფილოსოფიით არისო გაკაცებულიო და მშობლებს უნდათო კიდევ ეკონომისტი გამოვიდესო და გულში ვფიქრობ, ადამიანი, ანუ ჩვენ სასაკში ხო ეს ისე იყო სკოლას, ეხლაც ესეა პრინციპში, სკოლას ამთავრებ თუ არა, უნდა ჩააბარ, უნდა იცოდე რა გინდა და წარმოიდგინე სკოლას ამთავრებ 17-18 წლის ასაკში და ფილოსოფოსობა გინდა. ანუ როგორი ღრმა ინტელექტის არის ხო ეს ბავშვი უკვე წავიდა ჩემს ფიქრებში, როგორი საინტერესო პიროვნებაა და ამ დროს მშობლებს უნდათ რომ გამოვიდეს ეკონომისტი, გამოვიდეს ბუღალტერი, რომ ფული აკეთოს. ანუ ნახე, მშობლის აზროვნება არის უკაცრავად ყველასთან, მაგრამ ძალიან ვიწრო და ფიქრობს, რომ კონკრეტულად მხოლოდ ამ საქმიანობით კეთდება ფული. და იცი რა არის, ეს ერთი შეხედვით ძალიან მარტივად, ხო, ესეა, ფილოსოფოსმა რა ფული უნდა იშოვოს. როგორ უნდა იცხოვროს, ოჯახი როგორ უნდა არჩიოს და ასე შემდეგ. და მეორე მასწავლებელი, ანუ ვისაც გაუმხილა ეს გულის ნადები და ტკივილი ეუბნება. ფილოსოფოსობა არა ისა, არ მისცე უფლება რომ ჩააბაროს კაცო, მე მადლობას გეტყვის. ესეთი რჩევით გაუშვეს.
ხო და ამაზე მინდოდა მეთქვა. ნახეთ, როდესაც ადამიანს აქვს პროფესია და ახლაც თქვენ ვინც მიყურებთ და ხართ უკვე სრულწლოვანები, თუ თქვენ გაქვთ პროფესია, თუ თქვენ გაქვთ სამსახური, თუ თქვენ აკეთებთ იმას, რაც გფიტავთ, რაც გღლით, რაც გქანცავთ, სადაც წასვლა გეზარებათ, რისიკეთებაც გეზარებათ და ეს მხოლოდ არის ფული. ეს ფული მიდის მერე ჯანმრთელობაში, ბოდიში და ტვალეტში. ანუ რას გულისხმობ, მხოლოდ საკვებში და მერე ნელდება და ტვალეტში. ეს ფული მიდის ვალებში, ეს ფული მიდის ისეთ რაღაცებში, რასაც მე ვწუწუნებთ და რაზეც არ ვართ მე ბედნიერები. ეს არის სამყაროს კანონი. ესე იგი, შენ არ ასრულებ შენ მისია, შენ არ ასრულებ იმ დავალებას, რა დავალებისთვისაც ჩამოხვედი შენ. და ამაში ვინ შეგიშალა ხელი, ისევ და ისევ იმ დედიკომ და მამიკომ, ვისაც ძალიან უყვარხარ. ასე რომ, ეხლაც არ არის გვიანი რომ შეიცვალოთ პროფესია, არასოდეს არ არის გვიანი რომ შეიცვალოთ პროფესია. ეს დაიმახსოვრეთ. ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ პროფესია. მეორე, არა, უკვე მესამე, რაზეც მინდა ვისაუბრო. რომ ხო, მეორეც არ დავიმთავრებ და მესამესაც გავაგრძელებ. ეს არის ინფორმაცია, რას ვაწვდით, იმიტომ რომ ბავშვისთვის მშობლები ეს არის რამის ღმერთი და განსაკუთრებით ეს ეხება ფინანსებს ჩემოკარგებო. ამის ფული არა მაქვს, იმის ფული არა მაქვს, ღარიბები ვართ, გვიჭირს. ვერ გიყიდე, არ შეგვიძლია. ნუ აკეთებ ამას თორემ ვეღარ გაგიკეთებ მეორედ. მოკლედ ჩადება თავში მისი რომ ღარიბები ვართ. კი ბატონო, გაიზრდება და მთელი ცხოვრება მოუწევს ჭაპანის წევა, რომ ციხადაკიდან ამოვიდეს და იყოს ღარიბი ამ ადამიანს. ამასაც ვაკეთებთ მშობლები. მშობლები ესეთ ძალიან ბევრ მახინჯდებულებებს ვხვდებით ჩვენ შვილებში, რაც ისევ და ისევ ჩვენი მშობლებიდან მოდის და იმათ კიდე თავისი მშობლებიდან მოყვა. და თუ ძალიან ღრმად ჩავალთ კიდე, ჩვენ გვაქვს მრავალი ცხოვრება, მრავალი კარმა და მრავალი ინფორმაცია, რომელიც ცნობიერს არ მიეწოდება, მაგრამ არაცნობიერმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და წარმოიდგინე რამდენი ბლოკებია ჩვენს წინ. რომ მე მყავს ერთი კლიენტი, არაჩვეულებრივი გოგოა. არაჩვეულებრივი გოგო, ულამაზესი თვალებით უბწყინავს ეს თვალები, აქვს ძალიან კარგი პროფესია, მასზე მორგებული, არის ძალიან წარმატებული, ძალიან თავისუფალი, მოაზროვნე, მაგრამ დედამ ჩაუდო, რომ მას აქვს ზედმეტი წონა და ვერასოდეს ვერ გათხოვდება და აქვს პრობლემები პირად ცხოვრებაში. ამ დროს ულამაზესი გოგონა. მართალია არ გამოდგებოდა მოდელად. მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ კაცების 80%-ს მოდელის აღნაგობის ქალები არ მოსწონს და რაღაც მრგვალი ფორმებისკენ მიუტყვის და საერთოდ არ ვფიქრობ ამ გოგოს რომ უყურებ, რომ რაღაცა ზედმეტი აქვს. არაჩვეულებრივად ლამაზი მრგვალი ფორმების ულამაზესი გოგონა. მაგრამ მუდამ აქვს საშინელი პრობლემა პარტნიორთან. იმიტომ რომ დედამ უთხრა, რომ თუ არ გახდება ძალიან ვერასოდეს ვერ გათხოვდება, მას ვერავინ ვერ შეიყვარებს. ამას ვაკეთებთ მშობლები გავუთვით ცნობიერებლად. როგორ უნდა შეიყვანოს შვილებმა თავისი თავი, მიიღონ თავისი თავი, თუ თქვენ მშობლებს არ გაქვთ შეყვარებული თქვენი თავი, მიღებული თქვენი თავი. ასე რომ, თუ გიყვართ თქვენი შვილები, თუ გინდათ მისთვის კარგი, იყავით თქვენ თვითონ შემდგარები, ბედნიერები, ლამაზები, ყველა სხეულშია ლამაზი სხეული. თქვენ უნდა გამოძერწოთ ეს. ყველა სხეულშია ჩემოკარგებო. ყველა სხეულშია ნიჭი, ყველა ადამიანშია ნიჭი, ყველა ადამიანში არის ენერგია, ფულის შოვნის, მიმართულება, დანიშნულება, ყველაშია. თავარია თქვენ ეს იპოვოთ და გააკეთოთ და შედექით თქვენ, იმიტომ რომ შემდგარ ბედნიერ, წარმატებულ, ლამაზ, შეყვარებულ, მდიდარ მშობლებს ყავთ ასეთივე შვილები, თუ სწორად გაზრდიან. და ვესაუბრებელის სიყვარულზე, რა არის კიდე მთავარი იმისთვის, რომ თქვენ შვილები იყვნენ წარმატებული,
პარტნიორულ ურთიერთობებში. თქვენი შვილები იყვნენ წარმატებულად შეყვარებულები. იყვნენ ის ადამიანი, ვინც მისი სულის ნაწილი. ეს ისევ და ისევ რაც თქვი, განმეორდები, რომ არის საკუთარი თავის შეყვარება და ეს არის ძალიან საინტერესო. ბოლოს მინდოდა მეჩვენებინა, მაგრამ გაჩვენებთ ახლა. ეს არის ბედის მატრიცა, სადაც ეს ყველაფერი ჩანს. სადაც თეთრფურცელზე შავი კალმით არის დაწერილი, რა არის ადამიანის რესურსი, რა არის მისი მისია, როგორ უნდა იშოვოს ფული. სხვათა შორის, აქ მოცემული არის ადამიანს აქვს თუ არა ეგრეთ წოდებული მილიონრობის კოდი. შეუძლია თუ არა გახდეს, ძალიან მულტიმილიონრები რო არიან, ძალიან მდიდარი ადამიანები, აქვს თუ არა ეს შესაძლებლობა, ნაჩვენები აქვს. საით აქვს ნიჭები, მიდრეკილებები, როგორი ბავშვია და როგორ უნდა მოვექცეთ მას. სად გრძნობს თავს კომფორტულად, რა არის მისთვის პრობლემები, ბლოკები, ჯანმრთელობები და აბსოლუტურად ყველაფერი. ვისაც სურს, სხვათა შორის იწყება ამის შემსწავლელი კურსი ძალიან მალე და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. სწავლება იქნება ონლაინ, გაგრძელდება 4 თვე. ჩანაწერები იქნება დადებული. მოკლედ ძალიან კარგი კურსი იქნება და თუ არა ახალი პროფესიის შესაძენად, თქვენი ოჯახური ჰარმონიისთვისაც მინიმუმ უკეთესი კარგია რომ შეისწავლოთ ეს ძალიან ბევრს მოგცემთ და წინ წაგწევთ. და ამ ბედის მატრიცაშიც ჩანს როგორი პარტნიორი გინდა და ეს პარტნიორი რომ მოიზიდო რა უნდა გააკეთო. არაფერი ყვავი არ უნდა მოხარშოთ. ხო რაღაცა ჩხიკვის სისხლი არ გვჭირდება და რაღაცა ბუსკვერცხები არ გვჭირდება. ეს არის მხოლოდ ჩვენში დასამუშავებელი პროგრამები, ჩვენში გამოსასვლელი, აი ესე რომ ჩამოაცილო, გამოძერწო და გამოსაყვანი ის თვისებები, რომლებიც არის ჩვენში, რაც არ არის, იმას ვერ ვიზამთ, ვერ გავაკეთებთ. და ყველაზე მთავარი, მშობლებო, თუ გინდათ რომ ყავდეთ ძლიერი, წარმატებული შვილები, ჩაუდეთ მათ საკუთარი თავის რწმენა. ინტერნეტში იდება ძალიან კარგი ამბავი, ძალიან ხშირად წლების მანძილზე ეს ამბავი მოგზაურობს Facebook-ზე ძალიან ხშირად მიმარდება. სამწუხაროდ არ მახსოვს ვიზია ლაპარაკი, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ადამიანზეა საუბარი, როდესაც დედა სკოლიდან მოუვიდა წერილი, რომ მისი შვილი იყო გონება ჩამორჩენილი და ის უნდა გაეყვანა სკოლიდან, იმიტომ რომ ვერ ეწეოდა თავის კლასელებს. დედა ატირდა ამ წერილის კითხვის დროს, შვილმა კითხა რა გატირებსო და დედამ ესე წაუკითხა ეს წერილი, რომ აქ წერიაო, რომ შენი შვილიო იმდენად ნიჭიერიაო, იმდენად ძლიერიაო და ისე ჭკვიანური არისო და ისე ღრმად იცისო ყველაფერიო, რომ თავისი კლასელებიო ვერ ეწევიან მასო და ცოდვაო, რომ დატოვა კლასშიო და სახლში მეცით განათლებაო და ეს ადამიანი არის ძალიან ცნობილი. ყველა ვიცით, უბრალოდ ვერ ვხსენებ ვიზია ლაპარაკის ახალ და გვარს. მომწერეთ რა, ვისაც გახსოვთ ვიზია ლაპარაკი, რომ ძალიან ცნობილი, ესე ვთქვათ, ამონარიდია ამ ამბის და ძალიან ხშირად იდება. გააკეთეთ ეს შემოკარგებო. აუცილებლად არ აქვს მნიშვნელობა. აუცილებლად ქალია თუ კაცია თქვენი შვილი, გოგოა თუ ვაჟია, მიეცით თვითრწმენა, არ უთხრათ, რომ შენი გარშე გეფერება, შენ ამას ვერ შეძლებ, ეს შენი არ არის, ეს უფრო მეტ წარმატებას მოგიტანს. დამიჯერეთ თვითონ, აი პატარა ბავშვმა უფრო კარგად იცის რა არის მისთვის კარგი და წარმატებული, ვიდრე თქვენ დაბრძენებულო მშობლებო. და ბოლოს აღარ შეგაწყენთ თავს, სულ ბოლოს. თუ გინდათ, რომ თქვენი გოგონები იყვნენ ბედნიერი ქალები, ყავდეთ საუკეთესო მეუღლეები, ან შეიძლება არ უნდადეს რომ ყავდეს მეუღლე, მაგრამ საუკეთესო შეყვარებული პარტნიორი მის გვერდით, ეცადეთ, რომ გოგონას და მამას ურთიერთობა იყოს იდეალური. ძალიან კარგი და მამებო, თქვენი ურთიერთობა ამ გოგონას დედასთან იყოს ძალიან კარგი და იდეალური, რომ ბედნიერი ყავდეთ ქალიშვილი. და ვისაც ყავთ ბიჭები, თუ გინდათ რომ ყავდეს ძალიან კარგი მეუღლე, კარგი შეყვარებული, კარგი პარტნიორი, ისეთი რომ ის იყოს ბედნიერი, თავს გრძნობდეს კარგად, აუცილებელია დედისა და ვაჟის ჰარმონიული ურთიერთობა და დედებისა და მამების ურთიერთობა.
ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ამ საკითხზე ალბათ საათობით შეიძლება ილაპარაკოს ადამიანმა, მაგრამ ძნელია საათობით ჯდომა და მოსმენა. გემშვიდობები ძალიან დიდი სიყვარულით, ისევ და ისევ შეგახსენებთ, რომ ვიწყებ ბედის მატრიცის ლექციის წაკითხვას, ლექცია წაიკითხება ასტროლოგ ჯეზე, სადაც სხვა არაჩვეულებრივი თემები იკითხება, როგორც არის ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ტაროლოგია, ლენორმანი, რეგრესული ჰიპნოზი და მეც დავემატე და ვისაც აქვს სურვილი შეგიძლიათ შემომიერთდეთ ამ საოცარ ჯადოსნურ ღრმა და ბევრის მომცე კურსზე, რომელიც თქვენ მინიმუმ თქვენ სულ ცოტა თქვენ ოჯახს და ყველაზე ბევრს თქვენს ნაცნობ მეგობრებს და შეიძლება პროფესიადაც გაიხადოთ ეს მოგიტანთ ჰარმონიას, ურთიერთობების დაალაგებას, მშობლებთან, საზოგადოებასთან, პარტნიორთან, ურთიერთობას გასწავლით თქვენ შვილებთან, მიხვდებით სად უნდა იყოთ და დაინახავთ სწორად ხართ იქ, სადაც ხართ, თუ არ ხართ სწორად და თუ არ ხართ, როგორ წახვიდეთ იქ, სადაც თქვენ ბედნიერად იგრძნოთ თავს, დაინახავთ თქვენ ჯანმრთელობის, გაუმჯობესების გასაღებს მოიპოვებთ ხელში, დაწვავთ კარმას და ამუშავებთ საგვარეულო ეგრეგორებს, სიყვარულს, ჩემო ძვირფასებო, სიყვარულს, ისეთ სიყვარულს, რომელზეც გიოცნებიათ, ნახავთ, რომ ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიზიდოთ და ფული, როგორ წამოვა თქვენთან ფული, როგორ შემოდის თქვენთან ფული, ისე კი არა, რომ ღმერთო ჩემო, რა ნეტარ მივდიოდი სამსახურში, მაგრამ რა ვქნა, ფული უნდა გავაკეთო და მოვიტანო სახში, კი არა, აი რომ გიხაროდეთ ამის კეთება. ერთი იმითი რომ თქვა ჰობი იქცეს თქვენი ფული შემომტანად, აი ამ ყველაფერზე გესაუბრებათ ბედის მატრიცა და სხვა საკითხებზე კიდე ამაზე აღარ შეგაწყენთ თავს. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, დიდი სიყვარულით, თქვენი ნათია შაი.